ესე იგი, აქ რო ხმები შემოდის სიმბოლურია. უცხო არ არის. ხო, მე რეაქცია აღარ მაქვს. 40 წელია სროლაში. მაქვს გატარებული. შესაბამისად, გასაკვირი მაყურებლისთვისაც არ იქნება თუ სროლის ხმა შემოვა დღეს ისეთი სტუმარი იყოს. ბავშვობიდან მესმის თქვენი სახელი და გვარი და წარმომედგინა რაღაც არ ვიცი, ცუდად არ გავიგე. ლეგენდარული ადამიანი ხართ ისედაც და ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეს რომ არის ლეგენდა ესეთი ნინო სალუქვაძე და რომლის გვერდშიც ახლა ჩვენ შევხედავთ ჩემი ვლადო. ხო, დღეს კითხვა-კითხვაში და ჩავაჩინოთ ისეთი სტუმარი ყავს. რეგალიებს წავიკითხა მაინც. ოღონდ მცირე ნაწილს თორე სრულად რო წავიკითხო ქალბატონ ნინო თქვენი რეგალიები. სრულად მეც არ მახსოვს. ესე იგი. ხო, როგორ არ ქართველი სპორტსმენი, ზედიზედ 10 ოლიმპიადის მონაწილე, ოლიმპიადის ყველა სინჯის მედლის მფლობელი. სპორტის რაინდი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, გინესის ორგზის რეკორდსმენი, მსოფლიო თასების არაერთგზის გამარჯვებული, ევროპის თასების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი, ლეგენდარული ადამიანი ნინო სალუქვაძე. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის და მოგესალმებით. მამების დრო ქვია ჩვენს გადაცემას, ჩვენს პოდკასტს და საუბრობთ შვილებზე. და ხაზგასმით გვინდა ხოლმე მამების როლი გამოვყვეთოთ, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ესეც, რომ მამა ყოველთვის იყო შემომტანი თუ რაღაც ნაკლებად ჩართული ბავშვის აღზრდაში და ვცდილობთ, რომ ამ თემაზე გავაკეთოთ ხოლმე აქცენტები და კი ბატონო, საერთოდ ფსიქოლოგები თვლიან ხოლმე, რომ 7 წლამდე ბავშვი იზრდება დედის ზეგავლენის ქვეშ. 7-დან 14 წლამდე მამის ზეგავლენის ქვეშ. ამიტომ დაგჭათ ალბათ ეგ შეხედულება თავიდან, რომ მამას იმდენად არ ეცალა. ხო, თან 90-იანების შვილები ვართ და იქ მამები მით უმეტეს რთულად იყვნენ ხოლმე. ხო და როგორი ამით გუშინ დამემართა ქალბატონო ნინო, მეუღლე სახლში არ იყო, უმცროსი ვაჟი სკოლიდან დაბრუნდა და საჭველი მამა გავუმზადო. ხო და დამეზარა წიწიბურის გაცხერება და ვაჭამე ცივი. დედა მაგას არიზამდა. ხო, დედა მაგას არიზამდა. მამები ცოტა ვაფჩეჩებთ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ ბავშვები ბედნიერები არიან. ხო, ის ბედნიერი იყო, თან აუხსენი მოვატყუა რაღაცეები და იცით რა, მე მასე არ უყურებ მამის როლს ბავშვის აღზრდაში. ეს რაღაც უფრო მიწიერია და ალბათ სულიერი აღზრდა უფრო მნიშვნელოვანი. ეს ჩემი აზრით და ეხა წიწიბურას ხელს აჭმევ თუ ცივს, ეს როლი არ არის მამის თუ დედის რა. შეიძლება საერთოდ რამდენი მშიერი იყოს ბავშვი და არაფერი მოუვა. აქედან დავიწყოთ, მაგრამ ალბათ სულიერებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს მამის მხრიდან ჩართულობაში, მის ზეგავლენას, მის პრესტიჟს. ეს არ იქნება სიტყვიერი, ვინმეს მონაყოლი ან თავის ქების ამბავში, არამედ მის მიერ ჩადენილი საქმეები, გაკეთებული საქმეები, თავის ცხოვრება, განვლილი გზა არის მაგალითი ბავშვებისთვის, შვილებისთვის. და ალბათ ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წიწიბურას როლი. მე მეუღლეს მოუყევი და კი გაეცინა, რომ მეორედ ეგრე აღარ ხნავა. ხო არა, უნდა ვიზრუნოთ ყველანაირად. და პირველ რიგში რაც თქვენ ბრძანეთ, უნებრივია მართალი არის ეს. მოდი გადავიდეთ კითხვაზე. მე მინდა დავსვა ასეთი პირველი კითხვა, რომ მამა ვახტანგ სალუქვაძე ტყუის სროლელი ძალიან ბევრი წარმატება ჰქონდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სპარტაკიადების გამარჯვებული და რო ვკითხულობდი თქვენზე, ბუნებრივად ჩავთვალე, რომ მამამ განაპირობა თქვენი შემდგომი კარიერა, მაგრამ წავიკითხეთ ჩემთვის ცოტა შოკის მომგვრელი, რომ დედამ გაგიჩნდათ ტყუის სროლისადმი ინტერესი. დედამ დააძალა მამას, თორე ინტერესი არ მქონია თავიდან, თოჯინებით თამაშობდი, იარაღი არ მიღია ხელში. მაგრამ რა თქმა უნდა, მამა რომ იყო ამ სახეობაში ჩაბმული, მაგიტომ მოხდა, რომ მეც დავიწყე ამ სახეობაში ვარჯიში, მაგრამ მამის როლი ახლა რო გითხრათ, მე ბავშვობიდან, აი რაც ეხლა თქვი, მართლა პატარა როდესაც ვიყავი, მამა სულ შეკრებებზე, შეჯიბრებებზე დადიოდა და ხშირად არ იყო ოჯახში. და დედა მიყვება, ეს მე არ მახსოვს, რომ ერთხელაც რო ჩამოვიდა მამა თვეობით რო წასული იყო, მე შემეშინდა და დავიმალე, თუმე ვერ ვიცანი ვინ იყო. ხო, მაგრამ აი ზუსტად 12 წლის ასაკში რომ მომკიდა ხელი და წამიყვანა და მე
მთელი ცხოვრება ვთქვათ ერთად უფრო ხშირად უფრო მეტ დროს უკვე მამასთან ვატარებდი და ჩვენ უკვე ისე ვიყავით რომ ხედველობითი კონტაქტი ჰქონდა და რას ფიქრობდა ან მე რას ვფიქრობდი იმ წუთში გრძნობდა და ესე უგებდით ერთმანეთს და მისი დარიგებები მთელი ცხოვრება არა მარტო მე ჩემი კონკურენტები რომლებიც აი კონკურენცია ისეთი იყო ნაკრებში საბჭოთა კავშირის რომ ძალიან ძლიერი გუნდი იყო და კონკურენცია ძალიან დიდი იყო, მაგრამ მისი დარიგებები მეც მადგებოდა და ჩემი კონკურენტებს ისე შეეროდათ მისი პატიოსნების, მისი წესრიგიანობის, რომ მიდიოდნენ და რჩევებს ეკითხებოდნენ. ეს უნდა დაიმსახურო ადამიანმა, ხო? აი ესეთი ადამიანი იყო მამა. და მე კიდე ესე ვფიქრობდი, ხა 60 კაცი იყო ნაკრებში, ყველა რჯულის, ყველა ასაკის, იმიტომ რომ ჩვენთან ასაკი არ არის პატარების დიდებიც, ზოგი მამათ მეკუთვნოდა, ზოგი შვილად ესეთი განსხვავებები იყო ასაკში. მაგრამ სულ იმას ვფიქრობდი, ნაბიჯი არ გადამიდგა ისეთი, რომ ვაიმე მამა იქ არის, რომ ვინმეს რამე არ ეთქვა, რომ აი ამ ახოს შვილი რაღაც ესე ცუდად მოიქცა რაღაც. აი არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგავს, რომ არ მეფიქროს, რომ მამა არ მიადგეს ზიანი რა, მის რეპუტაციას, ესე რომ ვთქვათ რა. კაცრი იყო როგორც მამა. წითელი ალბათ უფრო. არა. კაცრი არ იყო, მას ჩემთვის არასდროს ხმამაღალიც კი არ უთქვამს. მაგრამ არ ვიცი, თვითონ იყო ისეთი ადამიანი, როგორ გითხრათ, მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან დიდი გამოცდილების და აი გჯეროდა ადამიანის რა, სულ ტყვილი ეთქვა რაღაცა. აი სასაული იუმორის გზნობის მქონე, ისეთი ანეკდოტები იცოდა, რომელიც დღეს არც გამიგია, არც წამიკითხავს და ოღონდ ესე კი არა რომ გინდა თუ არა მომიყევი. აი რაღაც მომენტს მოერგებოდა და უცებ რაღაც ისეც მოყვებოდა და ეს იყო არა მარტო ჩემთან. მე ხო დამყვებოდა და ძალიან ბევრი ქვეყნის ნაკრებებს იცნობდა მათ მწვრთნელებს და რომ ჩავდიოდით შეჯიბრზე ესე დაარქვა პრესკონფერენცია. იკრიბებოდნენ და იქ ცოტა არ უყვარდა ბევრი, მაგრამ თავარი იყო ურთიერთობა რა და 95 წლის რო გახდა და აღარ წავიყვანე ხოლმე მაინდა-მაინც თვითფრინავში ხო არ უნდა მოვიდეს რამე მეთქიცე და დავიცავი, თუმცა ის გულით ჩვენთან იყო სულ. და აი რომ აღარ ჩავიყვანე შეჯიბრზე და შემხვდა ერთ-ერთი შვეიცარიელი კორესპონდენტი. სად არის მამაო და მითხარი, ვეღარ წამოვიყვანე. არ არის ეხა საინტერესო შეჯიბრი, ეხ წარმოიდგინეთ რამხელა რეპუტაცია ქონდა იმ სფეროშიც რა, იმ კოლექტივშიც მთლიანად. და ბოლო ჩემი ოლიმპიადაზე მონაწილეობაც მას უნდა დავაბრალო. გამომაფხიზლა და ტოკიოს მერე მითხრა რომ ვანებებდი თავს რამე იმიტომ პრობლემები მქონდა თვალზე ისე ეს რაღაც და ვეღარ შევძლებ მეთქი რა გადავიღალე და მიშლის ხელს თორე ესე ნერვიული სისტემა თუ ჯანმრთელობა სხვა მხრივ და ტექნიკა ჩემ სახეობაში ყველაფერი ხელს მიწყობდა და დალაგებული ბავშვები უკვე გაიზარდნენ აღარ მიშლიდნენ ხელს და მაგრამ აქ უკვე ასაკმა იმუშავა ცუდად და ჩემი ნებით წავედი, გავიკეთე ოპერაცია თვალზე, მაგრამ ამან არ გაამართლა. ცხოვრებაში გადასარევია, მაგრამ სროლისთვის არ ვარგა. გამოცვალე თვალი და ტოკიოს ოლიმპიადის მერე თქვი რომ დამანებეთ და ეხა მორჩა. მაგრამ აი ზოგადად მამამ მითხრა რა რომ შენ ვეღარ ჭკვიანი ქალი მეგონეო. 3 წელი დარჩა 4 ხო არაო. ტოკიო ხო გადავადა და 1 წელი 3 წელი დარჩა პარიზამდე და 1 წლის ვადაშია გათამაშება ამ ლიცენზიების. ცადე გამოვა, არ გამოვა, კარგად იყავია. და აი თითქოს რაღაცამ გამომაფხიზლა თუ რაღაცა შემარყია თუ მომატრიალა და ეს მეორე სუნთქვა გამეხსნაო ესე რომ ვთქვათ და მეუღლე აქეთ საავადმყოფოში მეწვინა გულის ოპერაციით, მამა იქით, სხვა საავადმყოფოში მე ერთი დღე არ გამიცდენია ვარჯიშის. დავრბოდი აქეთ იქით და აქაც მოვდიოდი ვარჯიშობდი. და უფალი ყოველთვის შემოწაფეებსაც ამას ვასწავლი, იშრომებთ, ვინც იშრომებს იმას გაუმართლებს კიდევაც და შრომა დაფასებული იქნება ყოველთვის.
და ისეთ რთულ სიტუაციაში ავიღე ლიცენზია, რომ ვინმეს რო ეთქვა, რომ იქ შენ ლიცენზიას აიღებო, აი გიჟი ხარ მეთქი დუეტყოდი რა. და რომ გამოაცხადა სპიკერმა, რომ ეს ლიცენზია ბოლო თან ლიცენზია ერთადერთი გათამაშდა ევროპის თამაშებზე, საქართველოს წარმომადგენელმა იყო, მეთქი ჩემზე ხო არ არის საუბარი და ხო მე ვარ საქართველოსთან. აი ეს რა ვიღე იარაღი და და მესროლა შორს მეთქი აცი თქვენ გააგრძელეთ. აი ეს მაგრამ მე უცებ დავამოხრუჭ ესე რომ ვთქვა, იმიტომ რომ მაინც იარაღია სადის. ერთი რეპლიკა მინდა ლადო კითხვა უნდა დაგესვა ვიცი. თუნდაც იმიტომ მიხარი ამ საქმეს რო ვაკეთებთ. ეხლა რაც ბრძანა ქალბატონმა ნინომ რომ ვინც იშრომებს იმას გამომართლებსო. მინდა რომ რაც შეიძლება მით უმეტეს ასეთი ადამიანი რო ამბობს, მინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა ბავშვმა, მოზარდმა, თინეიჯერმა მოისმინოს ეს სიტყვები რა. იმ ადამიანისგან ვინც იცის შრომის ფასს, ვისაც შედეგი აქვს ნანახი. ქალბატონ ნინო, ის რა მინდა გითხოთ, რომ ბრძანეთ, რომ მამის დამსახურება იყო ბოლო ოლიმპიადაზე თქვენი გამოსვლა, მაგრამ პარიზის ოლიმპიადის დროს მამა უკვე გარდაცვლილი იყო. თქვენ მე ბედნიერი ვარ, მან რომ გაიგო, რომ ლიცენზია ავიღე. თან პირველი რაც თავში მომივიდა ლიცენზიის აღების შემდეგ მითხარი, ვახოს ნელა შეაპარეთ, იმიტომ რომ სიხარულით სტრესია და უკვე არ იყო კარგად რა გული აწუხებდა და მეთქი ნელა შეაპარეთ, რომ თუნდაც არ გახდეს ადამიანი და მე ბედნიერი ვარ, რომ მან ხო იცის გაიგო, რომ მე მივიღებდი მონაწილეობას რა და აი სულ რასე ვედრებოდა იცი ღმერთს, რომ სახში იყო უკვე და ვეღარ გამოდიოდა გარეთ. აი ესე მინდაო ღმერთო წამიყვანეო რა. მე ბედნიერი კაცი ვარ. ყოველი დღე პრემიაა ჩემთვისო რა, მაგრამ ისე მინდაო რომ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ნინოს ხელი არ შეუშალა. მარტო ჩემზე კი არ ამბობდა, მის გუნდს და როგორ მოხდა იცით, ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით წასულები შარშან და ბავშვებმა ძალიან კარგად იასპარეზეს, ჩემპიონები გახდნენ. რამოდენიმე медали ავიღეთ და რო ჩამოვდიოდით, ზუსტად აი ჩამოვედით აეროპორტში და იმ ღამეს დაიღუპა. ანუ თლიანი ჩემპიონატი შეგარგოთ ასე ვთქვა. აი ესე ვთქვათ, ხო, არ შეუშლია ხელი. სხვათა შორის აი როდესაც ნაკრებშიც ვიყავი, ეს არის პირველად რომ მოხვდით ეს იმხელად პრესტიჟული ამბავი იყო, რომ ახლა 15 რესპუბლიკა და იცით რომ მაინც რუსებს პრიორიტეტი ჰქონდა დანარჩენი არ უყურებდნენ სერიოზულად და ერთნაირი ქულების შემთხვევაში რა თქმა უნდა შენ დაგჩაგრავდნენ. ამიტომ მამამ დამარიგა მაშინაც რა თუ გინდა დარჩეო საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყო და შენი ადგილი შეინარჩუნო, ათი თავით მათზე მაღლა უნდა იდგე. ნუ შედეგებით არ ვიძახით ცხვირი აწიო. და ის სწორედ ეს იყო. სუტვინში მეჯდა ეს ამბავი და ახლოს ვერ მოდიოდა ვერანი შედეგებით. როდესაც მედლის ბედი წყდება ქულით კი არა, ქულის მიათედებით, აი მე ვიგებდი 5, 10, 7 ქულით, აი ეს. ეს ნიშნავდა რომ კითხვის ნიშანი არ იყო ვინ ჩაჯდებოდა გუნდში. მაგრამ მაინც ერთხელ მომიხერხეს ესეთი რაღაცა. აბსოლუტური ჩემპიონი საბჭოთა კავშირის არავინ არ არის ჩემს გარდა, იმიტომ რომ 4 დისციპლინა მოვიგე. კაცების, ქალების, ყველა. რაც იყო. და ევროპის ჩემპიონატზე არ დამაყენეს და ხალხი მოდიოდა მეკითხებოდა შენ არა მოთხარი. აი ეს და იმან რაქნა ვინც დააყენეს. ის ვინც დააყენეს მე დამაყენეს პატარებში, მაგრამ პატარებში ახალგაზრდებში რა 21 წლამდე და 18 წლის ვიყავით და აღარ მაინტერესებდა პატარებთან შეჯიბრი, იმიტომ რომ დიდებს 19 წლის ესეც იუნიორის ასაკიროც ოლიმპიადამ მოვიგე, ხო? და ერთი წლით ადრე აი ხო გეუბნებით, ყველაფერი მოვიგე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატ დიდებში. და დიდებში ევროპის ჩემპიონატზე არ დამაყენეს, აიყონეს სხვა გოგო. და ის მოხდა პარადოქსი, როდესაც ჩემმა ქულებმა მეც მოვიგე ის ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში. 3 ქული დიდი იყო, ვიდრე დიდებში ვინც მოიგო მასზე. და მამა ავარჯიშებდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს ამ ახალგაზრდებს, გოგოებს. და ჩვენმა გუნდმა დიდების გუნდს 11 ქულა მოუგეთ. ესეც არ მომხდარა ისტორიაში. 11 ქულა, ეს ძალიან დიდი განსხვავება. ძალიან დიდია, რა თქმა უნდა. და აი რა გითხრათ, ესეც ხდება. მაგ შედეგმა განაპირობა, რომ უკვე ოლიმპიადაზე თქვენ დაგაყენეს?
იცით, თავდაცვის უნარიანობამაც ალბათ იმ თავარი მწვრთნელის, იმიტომ რომ მას გარანტია სჭირდებოდა, გარანტირებული მედლები სჭირდებოდა ოლიმპიადიდან და ეხა ევროპის ჩემპიონატს ისე შეხედა რა, მაინც გუნდურს მაინც მოიგებენ და ძლიერები ვართ საბჭოთა კავშირის სპორტსმენები არიან და იყვნენ. ხო, მაინც მოიგებენ და არ დავზარალდები, ალბათ იფიქრა ესე. მე ეხლა ვფიქრობ მაგას, ეხლა ვაანალიზებ, თორე იმ სულში ძალიან გული დამწყდა და ეხლა მწყდება გული, რომ ერთ დიდებში დამაკარგვინა, ხო, ერთი მედალი ვთქვათ, რომ და წავედი იმ ევროპის ჩემპიონატზე, აი ძალიან ესა ცუდ ხასიათზე და არც მინდოდა გამოსვლა და ხო გითხარით, რამ ხელა შედეგი ვაჩვენე, მაგრამ ჩემთვის ის ჩავარდნა იყო. აი ის შედეგი. ოლიმპიადაზე უკვე იყო ესეთი რამ, რომ გარანტია სჭირდებოდათ, რომ მედალი ექნებოდათ, თორე ისედაც მე გამოუშვებდნენ იმ დაკავებული თანამდებობიდან და ეს ეშინოდა ყველას, კომუნისტური წყობა იყო რა. ხო, და ამ შემთხვევაში არ გარისკეს და სხვა არ დააკეთეს. თუმცა სათადარიგო სპორტსმენი მარტო ჩემს სახეობაში წამოიყვანეს. მე რო პირველ დისციპლინაში ჩამეგდო, თქვა. გაიყვანდნენ მე სათადარიგოს. მეორე ვარჯიშზე შემცვლიდნენ, მაგრამ არც აქ ჩაუვიდათ ფეხი. ძალიან კარგი. ისეთი სპორტის სახეობა, რომ ბუნებრივია იარაღზე საუბარი და ტყვიაზე და თქვენი ნაცნობობა ტყვიასთან ძალიან უცნაურად დაიწყო. იცით ხო ეგ ამბავი? ეგ გადაულაპე ჰილზა. აფხაზეთში მოხდა რომ მოვისმინე. სოხუმში კი მამას დავყვებოდით ხოლმე. როცა იყო ამის საშუალება საქართველოს გუნდი რომ მიდიოდა, იქ ესეთ კოტეჯები იყო, გუმისტაზე დიდი ბაზა იყო აშენებული და საბჭოთა კავშირის ნაკრებიც იქ ჩადიოდა, დინამოს ნაკრებიც, საქართველოს ნაკრებიც და იმდენ ძალიან ხშირად იყო რა ეს შეკრებები და ოჯახიც ხანდახან მიყვებოდა ხოლმე სპორტსმენებს, ჩვენ სპორტსმენებს და მე და დედაც ვიყავით იქ და ბავშვებთან თამაშობდი რა და ვითომ წამოვსვავდი, როგორც ეხლა თქვენ გიყურებთ, ესე მახსოვს. ხო არ მოგეჩვენო, არ მომჩვენებია ბატონო გადაფლაფე და ეს ნასროლი ჰილზებით თამაშობდით ბავშვები ოქროსფერია ჭვიალებს და ხო იცით ეხლა როგორც არის და ეს ვითომ დავიჭირე, ესე ვსვავდი, ვითომ წამალს ავათ ვიყავი და უცებ გადამეყლაპა რა. ატყდა ერთი ამბავი, სანამ ჩვენ თბილისში ჩამოვედით და იქ ეხლა ვერ ასწრებენ ვერაფრის ნახვას და მაშინ ესე იგი გადავრჩი მოკლედ. ბავშვობიდანვე ძალიან ახლო კონტაქტი გქონდათ ტყვიასთან. პირდაპირ მაგის სიტყვის მნიშვნელობით. აი არც მიფიქრია ვთქვათ, რომ მე დავიწყებდი ამ სპორტში მონაწილეობას, იმიტომ რომ კალათბურთზე დავდიოდი, ძალიან მიყვარდა 4 წელი ქალაქის ჩემპიონები გავხდით მოსავლეებში იმ ასაკში, პირველი შეკრება ვიყავი კალათბურთიდან წვანე კონცხზე, კი ბატონო. კვიდი გამისივიდა ესე და დედჩემ ჩაუმაკითხეს შემთხვევით. და რომ დამინახეს რა სჭირს, ბავშვს დამავლეს ხელით. გამაქანეს და კვილივინა მომიღო, სალუქვაძე იყო ექიმი. უნემსოდ ვიღებდი ყველა კვილს. რატო? ნემსის მეშინოდა და კვილის არა. ესე იგი, თქვენ ცხოვრებაში ყოველთვის იყო რაღაცა მიზანი, კალათბურთშიც მიზანში სროლაა? მე კალათბურთში რა გითხრათ, აი ეხლა აი სტადიონზე რომ დავრბოდი, თქვათ ეს მონოტონურად, მალე ვიღლებოდი რა. აი კალათბურთი შემეძლო დილნა საღამომდე მეთამაშა და აქუშინება, რასაც ქვია არ მქონია რა. დაღლა რა იყო არ ვიცოდი საერთოდ. ისე კარგად ისროდით ფარში. უფრო დაცვას თამაშობდი, მაგრამ არც ეგ არ მიჭირდა, მაგრამ კალათში ბურთის როლა არაფერ შუაში არ არის ტყვის როლასთან. ეს ესეთის განსხვავებაა, რომ ვერ გეტყვით. ქალბატონო, ბამები ვწოდავთ ხოლმე არა მარტო წიწიბურას არ გაცხელების დროს. ემოციებს ვიკავებთ ხოლმე, რატომღაც შვილების მიმართ გონია, რომ ეს არის სისუსტე, რომ ცრემლი რო დაინახეს თვალზე, სისუსტეთ მიიჩნიონ. მე პირადად ალბათ ისეთია, რომ ზედმეტად სულ ადგილზე გვაქვს და ყველაფერზე ვტირით ხოლმე. ბატონი ვახტანგი როგორი იყო? გინახავთ მის თვალზე ცრემლი? განსაკუთრებით გული უჩუყდებოდა ხოლმე
კარგ ამბებზეც და კი ამ ბოლო ხანებში უფრო მეტად ფილმზეც შეეძლო ემოციური უფრო გახდა ასაკში, მაგრამ კი როგორ არა და მე პირადად არ მიმაჩნია რომ ბავშვს რო ეუბნებიან შენ ხო კაცი ხარ, ბიჭი ხარ, არ უნდა იტირო პირიქით ემოციის გამოვლინება, გინდა ტირილით, გინდა ყვირილით, გინდა გინებით, გინება უფრო არა ადამიანური და არა ვაშკაცური მიმაჩნია მე ვიდრე ტირილი. თქვენ გამარჯვებებზე უტირია მამას? ერთ-ერთმა სხვა მწვრთნელმა მითხრა რა, რომ ვაიმეო შენ რო გამოდიოდი ოლიმპიადაზე, მამა ვისე ნერვიულობდა. ისე უყურებ შეამჩნია ხა მამა ვიდეო რას ამბობ ვეთხარი ჯერ ეს ერთი ვახოს შენ მაგას ვერ შეამჩნევდი ის ნერვიულობდა თუ არა რომ მე ხო ვიცი რომ საერთოდ არ ნერვიულობდა ეხა ის მასწავლის მამა ჩემი ნერვიულობდა თუ არა იმას ნუ და რაღაცა მაგრამ ცოტნე რო იღებდა ლიცენზიას ჩემი შვილი ბოლო გასროლაზე იყო დამოკიდებული 10-იანი უნდა გაეკეთებინა გვექნებოდა თუ არა ეხა და მამა ჩემი აი მაშინაც იტირა და ბოლო გასროლას მაგრამ ეს ბავშვმა არ იცის რომ 10-იანი ჭირდება ის ვერ ხედავს ეს ჩვენ უკვე თქვენ იცით ტაბლოს და ვახვევედრებოდა რა ღმერთო აი ხო ბევრი სიხარული მომანიჭეო ნინოს სახითო ნინოს გამარჯვება ცხენიაო რამე გთხოვო მაგრამ ძალიან გჭირდებაო რა ძალიან გჭირდებაო და რო აიღო ლიცენზია მაშინ ხო ოკეი ცრემლები ხშირად ქონდა ხო გეუბნებით აი ჩვეულებრივ ელემენტარულ რაღაცაზე რომ მივიდოდი სახში და ვთქვა გადავკოცნედი რაღაცა შეეძლო ამასაც ეტირა რა თქმა უნდა ჩვენ წარმატებებზე და ეს ლიცენზია ბოლო რო ავიღე იტირა 80 წლის რო გახდა დაუპატიჟე მისი მეგობრები ოღონდ სხვადასხვა ქვეყნიდან არ იცოდა არ გამიფრთხილებია ჩამოვიყვანე და ჩემთან სახში მყავს ყველა დაბინავებული თავიანთი ოჯახებით და მამას უთხარი რომ ჟურნალისტებს უნდათ შენი ჩაწერა გამოიპრანჭე ხა და მოდი ისე მეთქი ჩემთან და მოვიდა ხა და იცulis რა ფეხსაცმელს ჩუსტებს ახლის ისო და ჩაიცოს ამ დროს დაუძახე და ორივე მხრიდან ამ კორიდორში გამოვიდნენ ეს მისი მეგობრები და გახედა და გაოგნებული დარჩა და აი მაშინაც იტირა რა თქმა უნდა იმიტომ რომ 90-იან წლებში ხო იცით ვერ ხვდებოდნენ ეს ძველი მეგობრები ესე ერთმანეთს და ის ამ პერიოდში იყო ეს იყო 15 წლის წინ და ეხლა მაშინაც ჯერ კიდევ არ იდგა რა ქვეყანა ეხლა უფრო კარგად ძლიერად დგას ჩვენი ქვეყანა ვიდრე მაშინ ხო და აი არ ეგონა რა მოახერხებდი და ეს ისე ჩუმად გაუკეთეს. აუ მაგარი სიურპრიზია, ძალიან მაგარი სიურპრიზი. მეუღლეებთან ერთად ჩამოვიდნენ და დარჩნენ მე რამოდენიმე დღე, კიდე მთელი ქვეყანა, მთელი არა, ну რაც შეგვეძლო სამ დღეში რა უნდა გვეჩვენებინა ისეთი, მაგრამ ახლო-მახლო ყველა ისტორიული ძეგლი მოვიარეთ და ვაჩვენეთ და ერთ-ერთი მისი მეგობარი ძალიან ისეთი სიტყვა ძუნწი ადამიანი იყო და მე მისი კოლეგები მიყვებიან რომ ჩამოვიდაო შეჯიბრზეო მის დღემში არ ვლაპარაკი ამდენიო საქართველოზე რო ილაპარ არ გაჩერებულა კაციო და აი უყურეთ რამხელა პოტენციალს კარგად ყველას უნდა აქ ჩამოსვლა მაგრამ მე რო ბაზა არ მაქვს ვერავის ვერ პატიშებ რატომ არ ნერვიულობდა ხო ისე დარწმუნებული იყო თქვენში რომ დარწმუნებულზე არ იყო ხარ საერთოდ ესეთი ხო გითხარით ძალიან ისეთი ბრძენი და ჭკვიანი ადამიანი ხა ამას არ გეუბნებით რადგან მამა იყო რა რა აზრი აქვს ნერვიულობასო აი რა აზრი აქვს იმიტომ რომ მომავალზე ნერვიულობა აი რა აზრი არ არსებობს მომავალი რა შენ ქმნი ამას ხო და რაც უკვე მოხდა იმაზე რაღაცა ნერვიულობა ერთი ისეთი ანეკდოტი მომიყვა შეჯიბრზე მივდივარ და ეთყობა შემატყრო რომ მე ნერვიულობ ხა ჩემი ხასიათი იცოდა ერთი იმას კი მეუბნებოდა რა მე რო დაახლოებით დავგეგმავდი რა შედეგს ველოდებოდი შენთვის ხა მე კი არ მეუბნებოდა ამას ეს არ შეიძლება მწვრთნელმა არ უნდა უთხრას მაგრამ ყოველთვის იმაზე მეც აქ მიკეთებდიო და ამიტომ აღარ გიყურებდიო რა ესე რომ გითხრათ და ეს ანეკდოტი იმიტომ მომიყვა რომ
საერთოდ სტარტის წინ, როდესაც გავდივართ, ჩვენ გამარჯვებასაც არ ვეუბნებით ახლობლებს მას. ეს ყველა მიცი, ეს იმას კი არნიშნავს, ვაიმე ესეთი რაღაც შეჭმული სახით დავდივართ. არა, უბრალოდ განწყობის თეორია ეს უზნაძის ძალიან ყველამ კარგად იცით. გენიალური ფსიქოლოგი იყო და ჩვენ სახეობაში ძალიან მნიშვნელოვანია და მივდივარ ეხლა რაღაც ჩემი ფიქრობ ეხლა როგორ არა მაგალითად აქეთ-იქით განწყობას დრო ჭირდება. მოვიდა და მეუბნება. ოღონდ ეს რუსულად უნდა მოყვედა, რა ვქნა ეხლა ეს ქართულად არ გამოდის. გერმანელებმა დაიჭირეს ხალხი, ეს ერთი სოფელი და დაალაგეს ეხლა ეს ხალხი გამოიყვანეს და ამბობენ რომ ერთ-ერთმა იცისო რა რუსულიო და დამტროული რუსულით ელაპარაკებაო რა ხალხსო რომ ASNIO люди, которые работают, пойдут работать. Простые люди. Которые коммунисты будут расстреляны. Остальные, кто не хочет работать, будет веселиться. Веселиться, да, მე გავიგე ალბათ გაერთობა. А веселиться за углом. Веселиться რა არის მეორენაირად? უი, ხო. Сахчобе. Веселиться будет за углом. მე ვახროთ ხე, რა დროს ეგ არის, მივდივარ შეჭეს. კაი, წავედი ხა და ერთი გასროლა რუიანში გავაკეთე რა და როდამია გაწითლება, ცუდ გასროლას რო ვესელიცა ხო არ გახსენ. განიცდი ხო და მეთქი ხა და მაგრამ ჩვენ სახეობაში გაბრაზე ვარ უნდა დაწყნადე დამშვიდე და ამ დროს გამახსენდა ვესელიცა за углом მელოდება მეთქი არა და გადამიარა ამ ყველაფერმა კარგად გავაგრძელეთ აი სად გამომადგა მისი ვესელიცა ალბათ ეგეც გამოცდილება გარდა იმისა რომ თქვენი ხასიათი იცოდა გამოცდილება რა დროს რა უნდა გააკეთოს წვნელმა მას ყავდა კარგი წვნელი როგორც ადამიანი მაგრამ სპორტში იმდენად არ იყო რა ეს კვალიფიცირებული. მან თავის თავზე გაიარა ყველა შეცდომა, რას უკეთებდნენ სპეციალურად თუ არა სპეციალურად რა გაიარა, როგორ გაიარა, როგორ მოიტანა ტექნიკას ანიოლად შეასწავლი ყველა სროლის. არაფერს ამას დიდი ის არ უნდა, მაგრამ მაღალი კლასის სპორტსმენს უკვე ჭირდება ძალიან ღრმა ფსიქოლოგია. ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს. ორი ერთნაირი დღე არ არსებობს. ამიტომ წვნელმა ძალიან კარგად უნდა შეისწავლოს თავისი სპორტსმენების ვინც ხავს პიროვნული ხასიათი და მახასიათებლები და იმ მომენტში, იმ დროს მისი მდგომარეობა როგორია შეჯიბრის წინ და როგორ გამოიყენოს და რა უთხრას, დაუყვავოს, მოეფეროს, ცოტა შეაჯანჯღაროს, ვის როგორ ჩემთვის ხმა მაგალი რო ვინმესე თქვა, იქ მეორედ აღარ მივიდოდი. ესეც ხო იცოდა. როდესაც შეჯიბზე იყავით, ან თუნდაც სასრულად გადიოდით. მაგეროს მამა იყო თუ მწვრთნელი? მწვრთნელი. სასროლედზე თვითონ აქ მე შვილი, ბებია, ბაბუა, ძმა და არ ვიციოდა. არა. იქ იყო მწვრთნელი. და თქვენთვის რომელი უფრო კომფორტული იყო მამა ყოფილიყო თუ მწვრთნელი? კომფორტული იყო რომ მწვრთნელი. კი. მე ჩაგრავდა ყველაზე. ეს ხუმრობით გაგებით ეკიდებოდი, ვიცოდი ხა პირველი ნომერი ვიყავი გუნდში, ახლა სადაც ის ავარჯიშებდა, მაგრამ რაღაცა რო იყო, თქვა ასარჩევად რამე. ვთქვათ, რომელ ცვლაში გინდა შეჯიბრზე რო გამ. ან რაღაც ელემენტარული, ხო, ჯერ სხვებზე გითხებოდათ. არა ნუ მე მეცინე, ეხა ამას ცუდიმით არ ვიძახი რა. მაგრამ ეს აი ამ ელემენტარულშიც კი არ აძლევდა საშუალებას, უფლებას სხვას ეთქვა, რომ აი თავის შვილს ან რაღაც ასე ვარ მე ჩემი შვილის მიმართ. აი გავლენა მამების. და არ მინანი არასოდეს დათურ სამსახურს პირველ რიგში ჩემშვის არ გაუშვებ 18 წლის ასაკში ჯარში გავუშვი როდესაც სხვა შვილებს სტოვებ სხვა ბავშვებს სტოვებ ეს რო იცოდეს დედა რო ნახავს რა ეს რო იცოდეს შემეძლო დამეტოვებ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რთული იქნება ალბათ შვილი იყავის და შეიძლება ვიღაცას ეთქვა რაღაცა თავის შვილია და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ან რაღაც წეგან უყებოდი ზუსტად ხალხს მამა ჩემი ქართულის მასწავლებელია და მასწავლიდა მე-10 კლასია და ჩემ კლასელებს ბოდიში მოუხადა რომ ძალიან კარგი თემა ქონდა და 5-იანი უნდა დავუწერო. იმიტომ რომ უჭირდა შვილზე ესე და
წნეხი იქნებოდა ალბათ ბატონ ვახტანგზე. ხო, არასოდეს ხელი არ გადაუსვია ვთქვათ ზედმეტად. ეხლა ქებაც კარგია და დაყვავებაც კარგია და ყველაფერი გააჩნია ვისზე როგორ მოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ პიროვნული მახასიათებლები ფსიქოლოგიური ალბათ მნიშვნელოვანია მაგ შემთხვევაში. მაგალითად, ჩემი მეუღლე მამის როლი, ხო, პატარა ბავშვები რომ სანამ ვაძინებდი, ის იატაკებსაც კი მიწმინდავდა სახში, მაგრამ ეს მე არ ვთვლი, რომ რამე სათაკილოა და მამის მხრიდან ან მამაკაცის. მე ვფიქრობ პირიქით პრობლემა ჩემ თვალში ის 1000-ჯერ უფრო ამაღლდა, ვიდრე პირიქით. პეკინის ოლიმპიადაზე საცდელის როლებისას გამიფუჭდა პისტოლეტი. 3 ძის ნაწილი მოწყდა და იარაღი წყობრიდან გამოვიდა. როგორ მოხდა ეს არ ვიცი. იმიტომ რომ სულ თან მქონდა წამი და არ დამიტოვებია არსად. პირველი 5 გასროლა საცდელია, ეს სულ 3 წამი გრძელდება. შემდეგ 7 წამი ისვენებ. აი სწორედ ამ 7 წამის განმავლობაში მოვახერხე ნაწილის შეცვლა და ძლივს მოვახერხე რუიანში გამერტყა. ეხლა მინდა ვთქვა ჩემი ემოცია, როდესაც 2008 წელს გაგანია ომის დროს ვუყურებდი ნინო სალუქაძეს. სუნამში ვიყავით, ხო, სუნამში ვიყავით, მამიდაშვილები კონფლიქტის ზონიდან იყვნენ გამოქცეულები და საქართველო იდგა იქ თქვენი სახით ჩემთვის. და თქვენი ბრინჯაოს მედალი იყო აბსოლუტურად ყველაფერი ჩემთვის და ეს ემოციები რომ გაიხსენოთ, როცა იცით რომ თქვენი ქვეყანა ომშია, ამხელა პრობლემა შეგემთხვათ უშუალოდ გასროლის წინ და მაინც შეძელით რეზულტატის დადება. მე იქიდან დავიწყებ, რომ კაცობრიობა საერთოდ ამაყობს და ტრაბახობს, რომ ჩვენ ვართ 21 საუკუნეში. ჩვენი აზროვნება და შეგნება არის ძალზედ მაღალ დონეზე განვითარებული. თუ ასეთ დონეზეა განვითარებული, ომი რა საჭიროა? გასაგებია რა საჭიროა და რისთვისაც აკეთდება, მაგრამ ჩვენ ხო ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ხალხს ვერ წარმოვიდგენ, ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ქვეყნის მოსახლეობას ხალხს ვინმესთან ომი უნდა. ეს არის მანიპულირება ხალხით ჩვენი ხელმძღვანელობით რა, ხელმძღვანელების მიერ. მაგრამ ერთი ის ავიწყდებათ, რომ შენ რო ხარ ხელმძღვანელი ამა თუ იმ ქვეყნის, იმხელა დიპლომატია გმართებს, რომ ზუსტად აი ამ კონფლიქტში არ ჩარიო შენი მოსახლეობა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან დიდი. და სწორედ ამის გულისთვის უნდა აგოს ყველამ პასუხი. თუ ვერ მოხერხდა და ვერ ავიცილეთ ეს კონფლიქტი. ჩვენ ხო არა ვართ მე-17-16 საუკუნეში. არ არის ამის ჰიდრო. თან ტრაბახობთ, რომ განვითარდით ჩვენ პირველ ყოფილ თემურ წყობილებაში ხომ არ ვართ? ვართ ალბათ. არ განვითარებულ ვართ. მაგრამ ის მომენტი, როდესაც ეს უბრალოდ სპორტული ეთიკაა ჯერ ეს ერთი. მეორეც ერთი ის პიროვნება, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, მან დაკარგა პირველ ადგილს. 3 ქულით წინ იყო, მაგრამ ჩინელმა გაუსწრო. ძირითადი შეჯიბრი თუ ბრძოლა მიდიოდა მე-3 ადგილის გულისთვის. 6 სპორტსმენი ბრძოლობდით მე-3 ადგილს. დეტალურად მახსოვს აი ფინალური გასროლა. თან ის სპორტსმენი ის რუსის გოგო ნატალია პადერინა, ჩემი მეგობარი ერთად ვიყავით ნაკრებში და ძალიან მეგობრობთ. ის პირიქით ჩემზე განიცდიდა, რომ შენ ხო არაფერი არა ნატალი რა უნდა მეკითხა დამეხვდა იქ? თუ აი რა უნდა გამეკეთო? ჟესტიც მახსოვს პირიქით საერთოდ ოლიმპიური თამაშები რატო შეიქმნა? რატო შეიქმნა საბერძნეთში? მშვიდობისთვის, იმიტომ რომ ეს ქალაქ სახელმწიფოები სულ ომობდნენ ერთმანეთში და დაიღალა ხალხი ერი-ბერი ყველანი და მოდი რა ეს ერთი თვეო გავაკეთოთ ესეთი აუგზავი ხო? ესე ვთქვათ და იქ მონა იყო თუ ბატონი ყველა ერთნაირი პირობებით სარგებლობდა. ერთად ცხოვრობდნენ ერთი თვის განმავლობაში, ერთად ვარჯიშობდნენ, ერთად მონაწილეობდნენ შეჯიბრზე. ეს არის აზრი თვითონ ოლიმპიური თამაშები ემსახურება მშვიდობას. ამიტომ ჩამოყალიბდა. და ეხლა
ამ ჟესტით ზუსტად ვაჩვენეთ, რომ სპორტი ემსახურება მშვიდობას და სპორტი არის პოლიტიკის გარეშე. მთელ ჩინეთში არც ერთი ამხელა გამოხმაურება იმ ოლიმპიადას რომ მოყვა ჩემი და ამ ნატალიას აქციელით არ ყოფილა არც ეს სხვა სახეობაში და ქალაქის ცენტრში იდგა დიდი ბორდი და ზეტრიალებდა სულ ჩვენი ეს ამბავი და რა ვიცი, მაგრამ ამბავი ატყდა იმის მერე რაც როიტერმა BBC-მ გააჟღერეს და იყო ერთი ამბავი რომ აბა ესე როგორ და მე რამდენჯერ მირეკავდნენ ჩინეთში მიმიწვიეს რომ მშვიდობის ელჩად და 1 მილიონი გადაგიხდით ფულს და ვეღარ წავედი ხა ჩინეთში კიდე მოხდა ისე მე რაღაც სიტუაციები რომ მე ვერ მოვახერხე, მაგრამ აი ძალიან დიდი დაინტერესება მოხდა ამის გამო. თუმცა იმ პერიოდში რატომღაც არ ვიცი. ჩემთვის მე ვამაყობ იმით რომ ხალხმა სწორად გაიგო, იმიტომ რომ ქუჩაში ეს მატრიალებდნენ და მადლობას მეუბნებოდნენ და ეს ალბათ ვინ როგორ გაიგო მათი პრობლემა. რა თქმა უნდა. ჩემთვის იყო ძალიან დიდი ჟესტიც იყო თქვენი მხრიდან ის რაც გააკეთეთ და ის მოგებული მედალი მიუხედავად ყველანაირი პრობლემისა და კონცენტრირება იმაზე რომ საქართველოს კიდევ ერთხელ გაგეხარებინათ სეულის ოლიმპიადის დროს 2 წლის ვიყავი და იმ ოქროთ ვერ გავიხარე, მაგრამ ამ ბრინჯაოთ ისე გავიხარე როგორც ოქროს მედლით. აი სხვათა შორის წინა დღეს ხო გავიგეთ რომ ომი დაიწყო. გახსნის დღეს თან ოლიმპიადის ჯერ ხო შოკში ვიყავი, ვიცოდი რომ ჩემი მეუღლე ჯერ აფხაზეთში დაჭრილი დაფლეთილი და ძლივს გადარჩენილია, აქაც არ გაჩერდება მეთქი და იქ იყო, დარწმუნებული ვარ, იმალავდნენ, მაგრამ კავშირიც არ იყო არანაირი, არც ატელეფონო, არაფერი, მე იმ წუთში წამოსვლა მინდოდა. ჩემი შვილები გზაში იყვნენ, ინგლისიდან ბრუნდებოდნენ და არ გამოუშვა ინგლისმა დაიტოვა. სანამ ომი იყო. მე აზერბაიჯანში ჩამოიყვანეს და იქ აზერბაიჯანელებმა გააჩერეს და არ მოუარეს მთელ გუნდს. მთელ ჯგუფს, მარტო ჩემშვილებს კი არა. და მე ავტობუსით გამოუშვეს და საზღვარზე რომ გაარბის ეს ამდენი ხალხი, იქით ჩემშვილები აქეთ შემოდიან. ხთო სად მიდიხარ ჩვენ იქ? აი უბრალოდ ოღონდ სახში ყოფილიყვნენ რა, ეს შეგრძნება მქონდა. ხო და აი მეთქი აქედან რითი დავეხმარო ეხლა რითი დავეხმარო ჩემ ქვეყანას მეთქი არა და დილის 6 საათზე ვდგებოდი ჩვენ ადრე გვეწყება შეჯიბრებები და მარტო იმით რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე კარგად როგორც შევძლებ და წარმოიდგინეთ რომ გამოაცხადეს იქ ბრინჯაოს მედალი აიღო საქართველოს წარმომადგენელმა აი მაგ დროს რო იფეთქა ემოციამ ეს კი არ იყო სიხარული მე იქ ვიყავი აქ ვიყავი უბრალოდ საქართველოში რა ხო და ყველას ეგონა სიხარულის გულის მიზღემში არ მიტირია და არც სხვა რამით მე ჩემი ქვეყნის ბედი უფრო მატირებს და მაცინებს და მახარებს მამა სად იყო ამ დროს 2008-ში თბილისში იყო. არა, რა თბილისში? ოლიმპიადაზე იყო, კი. ეს მაგაზეც ის დამდეს ღამის 3 საათზე ქალბატონი სანდრა მობრძანდებოდა ჩვენთან გასაუბრებას უნდა რომ დაგვეტოვებინა თუ არა პეკინის ოლიმპიადა ეს იქნებოდა ბოიკოტი ოლიმპიადისთვის და არა რუსეთისთვის ამაზე ჩვენ დავისჯებოდით როგორც ქვეყანა შემდეგი 4 წელი და ჩვენ გაუბედურებულ ქვეყანას კიდე სპორტის გარეშე ტოვებდა და ამიტომ არ ვიცი რომელი მაჭკვიანმა ადამიანმა ჩააგონათ მე რომ არ შეიძლება ამის გაკეთება მაგრამ ღამის 3 საათზე უნდა მოსულიყო ის ოლიმპიურ სოფელში და გაგვაფრთხილეს რომ უნდა შეხვდეთ მე ვთქვი მე ხვალ დილის 6 საათზე უნდა ავდგე აგერ არის ჩემი ცნელი მე არა ვარ თეთრი ყვავი რასაც გადაწყვიტავთ ისე მოვიქცევ. მარტო მე მაქვს შეჯიბრი და კიდე ერთ ზაზა კედელაშვილს ჰქონდა. კედელაშვილს. რომელიც დაზარალდა. კი ბატონო, ერთი ფავორიტი იყო და პირველი ბრძოლა წააგო. რა უნდოდა იქ? ხო, ყავს მას მცნელი. აგერ მე მყავს მცნელი. აი, მოусმენს გადაწყვიტეთ თან ახლა ბახოსი როგორ ამჯეროდა, ჭკვიანურს ეთყოდა რამეს. ხო, როგორც გადაწყვიტავთ, ისე მოვიქცევი მეთქი. დილით რო წავედი და 12 საათზე უკვე медალი მქონდა. 12 საათზე. და რომ დავბრუნდი უკვე ოლიმპიურ სოფელში, ზოგიერთი ჩვენი გულშემატკივარი მაშინ გამოვიდნენ ესე თვალების რესით და მე медალი მოუტანე და პირველი რამე ნინო რა ქენი ეს? ესე უყურებ. აი მე რა ვქენი? რა დავაშავე მედლით არ მოსულ. ხო, ჩემთვის გაუგებარი იყო.
სროლა და იარაღი და ტყვია უფრო მამაკაცთან ასოცირდება და იყო ხოლმე დამოკიდებულება თქვენს მიმართ თუ გიგრძნოთ რა ქალის საქმეა და რა უნდა იქ ნინოსთან რაღაც არა ესეთ დამოკიდებულება მე არ მიგრძნია მაგრამ ვინც პირველად გამიცნობდა ვთქვათ ჯებათ გამიცნობდა ვთქვათ ყველას ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ რომ აიმე შენო გვეგონი რაღაც დიდიო ესეთია დაკოჟრილი ხელებით და რატო წეღან ვერ თქვი და მეც რაღაც ეგეთი წარმომედგინეთ რომ რაღაცი თასავით ხალ შემოგორტება ეხლა ძიმია ისე სასროლი იარაღი კილო 200-ია მაგრამ ერთხელ აწევისთვის არ არის მძიმე მაგრამ 3-4 საათის განმავლობაში მძიმდება საკმაოდ ისე რომ შეიძლება ხელისე გადატვირთო რომ ჭიქაც ვეღარ აწიო მე ხო თან გარდა ფსიქოლოგიური მომენტიც ხო კონცენტრირებული უნდა იყო იარაღი კონცენტრაცია მთავარი და რომელიც უჭირს ხალხს ამის გაკეთება რთულია დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე საქმე უნდა გააკეთოს საიუველირო სიზუსტით და ამას უნდა დიდი ხნის ვარჯიში მთელი გონების ჩართვა იდეომატრიული ვარჯიში წარმოსახვითი ყველაფერი რომ მიაღწიო რამეს ვესტიბულარული აპარატის განვითარება, ну რა ვიცი, ბევრი რამ არის მოცულობ. ეს არ არის მხოლოდ დაიჭირე ხელში და ისროლე, ესე არ არის 10-იანი ძალიან პატარა და 60-ჯერ უნდა ერთი და იგივე ნაირად გაარტყა მხოლოდ 10-იანში. მხოლოდ 10-იანში. და მე როდესაც აი სწორედ მამას ვეკითხებოდი ხოლმე და ყველა ეკითხებოდნენ და საერთოდ საბჭოთა კავშირის რეკორდები ყოველთვის უფრო მაღალი იყო ვიდრე მსოფლიო. ხო და რას უყურებო ჩვენ რეკორდსო 600 არის მაქსიმალური იმიტომ რომ 60 გასროლა ყველა 10-იანი 600-ია 600-ია მაქსიმალური ადამიანის შესაძლებლობები რატო ზღუდავდა რატო უნდა იყოს რამე დაყენებული საზღვარი რომ ის უნდა იყოს არა გენაცვალეო რა ესე იყო და აი პირველი რეკორდი რომელიც აი მოუხსნელია რა დღემდე და ვერც ვეღარ მოხსნის იმიტომ რომ დარჩა ისტორიაში ეს მე შეიცვალა რაღაც წესები და სხვათა შორის 30 წლის მერე მომიხსნა ის მეორე რეკორდი ინდუელმა გოგომ რა განცდა იყო დაგწყდათ გული თუ შეუძლია და ნიჭი აქ ადამიანს მე არ მენანება კი ბატონო სასწაული გააკეთა. ნიჭიერი ხალხია ინდოელები ეთყობან კი, გარდა იმისა, რომ კონკურენცია აქვს, ბევრი არიან და ასე შემდეგ. ნიჭიერი ხალხი. აი ხა მე ერთხელ მყავდა ინდოელი გოგო ჩამოსული იყო აქ. სოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებში და მე ხორცება შენთან მინდა ვარჯიში. ვეუბნები რა გინდა ჩემთან უკვე ხარ სოფლიო ჩემპიონი. არა, აი შენთან მინდა ვარჯიში. სხვათა შორის დღეს ჩამოდის ამაღამ უნდა დავხვდე კიდე მეორედ. რა მოეწონა, იცით ჯერ ხო სახში მყავდა და ჩვენი ურთიერთობა ოჯახში რა, შვილები, მეუღლე, აგერ დედა, მამა აღარ იყო, მაგრამ ხო ესმის ახლა ჩვენ რო ყვებით და სხვაებიც უყვებიან და ცრემლები აი მე კი მყავსო დედაც, მამაცო, კარგი ისა, მაგრამ ისეთი ურთიერთობა არ მინახავს. მეორეც კიდე შეკრებაზე წავიყვანე თელავში. იქ ჩემი გუნდი ერთად ვარ და ერთად ვარჯიშობთ, ერთად ჭამთ, ერთად სვამთ, ერთად კარts ვთამაშობთ, თქვათ რომ მინდა გავიცნო ამ ბავშვების ხასიათი, ყველაფერში ჩანს. მე ვიყენებ მათ სასარგებლოდ. ხო და აი უბრალოდ რომ იმდენ ასეთი ყურადღება და ასეთი დამოკიდებულება, ჯერ ერთმანეთის კონკურენტები არიან და ერთმანეთს სულ ეხმარებიანო. მე იქ შემჭამესო. თავიანთ ქვეყანაში ამბობს რა ალბათ და დღეს კიდე მთხოვა ჩამოვალო და რა ვქნა აი მე შესაძლებლობა არა მაქვს სადაც აქვს უნდა მას ვარჯიში არა მაქვს ის სასროლი აი მაინც მოდის ჩვენ ყავდა ინდუელი სტუმარი ერთ-ერთი მამების დროში და ზუსტად ეგ თქვა რომ ის მამაშვილობა და ის ურთიერთობა ოჯახშიაც არის ჩვენთვის უცხოა ბევრად დისტანცირებული და ბევრად ცივი არისო ჩვენთან იგივე თქვა იაპონელმაც იაპონელიც ყავდა იგივე თქვა იმანაც რომ თქვენთან ბევრად უფრო სასიამოვნო ოჯახში ურთიერთობები მამაშვილობა განსაკუთრებით ვიდრე ჩვენთან იაპონელი აქ რო იყო ის ჩემს სახლში რჩებოდა და მაშინ ახალი გადასულები ყავდა ერთი ოთახი პირველი ეგ შეუშვით იმ ოთახში დღესაც სატოპოს ოთახს ვეძახით ხო და აი რა ვიცი ჩავიდა მე დაბრუნდა 10 დღე იყო აქ ვარჯიშობა სავარჯიშო დაბრუნდა და აიღო ლიცენზია ტოკიოს ოლიმპიადის მოკლედ ჩემი მოწაფე იძახის ერთი რომ ბიჭია კაი ბავშვია ძალიან გაბატონინოს ვინც დაუჯერა ყველა მოიგო ერთი ჩვენ არ უჯერებთ მიჯერებენ მაგრამ
შრომა უნდა ყველაფერს. წეღან თქვით, აი მამა როდესაც სპორტსმენი იყო, რომ იქ ერთი თავით მაღლა უნდა ყოფილიყო ქართველი, რომ საბჭოთა ნაკრებში მოხვედრილიყო, თუმცა ნაკრებში იყო, მაგრამ ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა ხო, მამა არ მიუღია მონაწილეობა. არ წაიყვანეს კი, მოუგონეს რაღაც. მამამ თავისი ოცნებების რეალიზება თქვენში განახორციელა? მაგ მეც მკითხე, მეთქი გული ხო არ წყდება. მე საერთოდ ფიქრობ, რომ მისი ფსიქიკის მქონე ადამიანი უფრო მეც მიაღწევდა ისივე პირობები რომ შეექმნათ, როგორც მე მქონდა, ვიდრე მე მივაღწია. მე ესე მგონია, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი ფსიქიკა ქონდა მამას, მე არ მქონდა ისე. მე ესე მგონი, ის პირიქით მეუბნებოდა. ასე რომ მეო მადლობელი ვარ უფლისო რომ მასე მოხდაო ჩემი ცხოვრებაო, იმიტომ რომ შენ აღარ მეყოლებოდიო. არ ვიცი, აი ესეთი ურთიერთ ჩვენ საუბრები გქონდა ამასთან დაკავშირებით რა და არაო, აი ხო გეუბნებიო, მე მგონია რომ შენ უფრო ძლიერი მყარი ფსიქიკა გაქვს და მე პირიქით მეგონა, მე ყოველთვის ჩემ თავს არ მეგონა ან ძლიერი ან რაღაც ისეთი, ბოლომდე ვწურავდი რა ვარჯიშებზე როგორ რა მოუგონეს რა მიზეზად წაიყვანეს ოლიმპიადაზე? აი ყველა ჩვენთან შეჯიბრებებს შესარჩევი შეჯიბრებებია, ვთქვათ, ემზადებიან მსოფლიოსთვის ან ევროპის თამაშებისთვის. ასევე არის აკონტროლო შეჯიბრებები, სადაც იგივე შედეგი ითვლება გადამწყვეტი და ასე შემდეგ. აი ყველა მოვიგეო. და ბოლოს აი კისერი გამში იშაზი თუ რა ქვია მაგას მოკლედ გაუშეშთა კისერი, აი მოღრეცი თვავს ვერ ვასწორებდიო და გამოვტოვე ბოლო გასროლ. აღარც გამომიძახესო რა. იმიტომ რომ უთხრეს რომ შენ ესა ჩაწერე მწვნელად ის ვანშტეინი იყო ეგეთი მწვნელი სხვადასხვის თბილისიდან იყო, მაგრამ მე რუსეთში ხო და მან თუმცა მამას მწვნელი გარდაცვლილი იყო იმ პერიოდისთვის, მაინც არ შეუცვლია მას თავისი მწვნელი და წერდა სიკვდილის ბოლომდე მას. თავისი სიკვდილის ბოლომდე. ერთგულებისთვის დაისაჯა, მაგრამ უფალმა იცის რა ჯობია, იმიტომ რომ ეხა ვიძახი ხოლმე რა და მეთქვი ალბათ იმ პირველ ოლიმპიადაზე 2 ოქრო რო ამეღო, მე აღარ გავაგზელებდი რა. ინტერესი აი რა мотивация აღარ იქნება. мотивация რა იქნება, იმიტომ რომ ყველა სპორტსმენის ოცნება მოხდე და მე მოიგო ოლიმპიური თამაშები, ხო? მომეგო 2 ოქრო, აღარ გავაგზელებდი, არც ეს 10 ოლიმპიადა არ იქნებოდა. ერთია რომ აღარ გააგზელებთ, მე ისეთი პერიოდი დაემთხვა საქართველოში, რომ საშინელება იყო. სხვათა შორის ეს უთხარი ერთ-ერთი სპორტსმენი ამერიკელი ემანს. ესეთი უძლიერესი თოფოსანი ბიჭი ატლანტაში მან 6 ქულით იგებდა ფინალში და სხვის ფარში გაარტყა ბოლო გასროლა და 10 ქულა ჩამოაკრა, აიღო ვერცხლი. უი რა უცნაურია. და მეორე ოლიმპიადაზე იგივე ბოლო გასროლა შემთხვევით გააკეთა 5-იანში, იქაც წააგო, მაგრამ ის მაინც გახდა ოლიმპიური ჩემპიონი სხვა დისციპლინაში, სხვა ოლიმპიადაზე და ძალიან კარგი პიროვნება მეგობრობთ და ეს რო უთხარი და იცი რა ნინო, მეც მიფიქრიაო მაგაზეო, არც მე არ გავაგზელებდიო პირველი გასროლა ეს ბოლო გასროლა სხვის ფარში რო არ გამეკი ბოლო გასროლა ქონდა ცუდად დაცდილი. ხო, აი ფსიქოლოგიურის როგორ იყო ზეწოლა რომ შემდეგ ოლიმპიადაზე იგივე გაიმეორა თითქოს რა. ტყუის მსროლელებს დადირობა თუ უყვართ? მამა თუ ნადირობდა? არა, სხვათა შორის არც მე არ მიყვარს. უყვართ როგორ არა დადიან სანადირო ტყუისროლელები, მაგრამ აქვნა რა ცხოველს ვერ ვესვრი. ვერანაირად. როცა თქვენ ასპარეზობდით, არ ნერვიულობდა ბატონი ვახტანგიო. ცოტნე ჯეროცა და თქვენ რო ხართ მაყურებელი. მე კი ხო, როგორ ხართ ხოლმე მაგ დროს? ეგრე ძალიან ნერვიულობ, აი ხო მარტო ცოტნეზე არა. აი ჩემი მოწაფეები, იცით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რადგან მამისგან ეს არის. აქ ჩემთან, როდესაც ვარჯიშობენ, არ არსებობს ცოტნე, შვილი. აი ეს განცდა მაქვს, მე ყველას ვდგები ერთნაირად რა. ეს ბავშვები, ახალგაზრდები არიან ყველანი, მაგრამ აი ეხლა რო ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე, ბოლო ფინალს ისროდნენ ჩვენები, იქამდე მივედი და ჩემი სხვა მოწაფე დავაყენე კარებში და მე უკან ვიტექი. იმდენად განვიცდით. არ მინდა, მაგრამ აი
მეთქი მათ არ შეუშალო ხოლმე. თუმცა ფინალის დროს ყოველთვის უკან ვზივარ და იქიდან კომენტარებს ვეძახი ქართულად, რომ არავინ გაიგოს. ეგ მაგარი გვაქვს ისეს ვერავინ გაიგოს ჩვენ ენას. თუ დაუჯექ იქ მე მოცადაც ფინალი მიდის იქ თუ წვრილი უნდა დაუჯდეს მე სხვას ვაგზავნი ასევე ჩემ მოწაფეს ოღონდ უკვე ის წვრილია და ის ზის ხოლმე და იმას არ აქვს უფლება უკარნახოს რამე და ხალხი მაყურებლი და რაც გინდა ის დაუძახე და ქართულად რო უძახი სხვა ხო ვერ სხვა სპორტსმენებს მე არ უშლი ხელს გაიგებს ის მიმართულებითაც არის ეს ნათქვამი და ამით სარგებლო და იმ ბოლო ფინალში ვერ შევედი განვიცდით იმიტომ რომ ძალიან ისეთი ის იყო კონკურენცია იყო მაღალი სხვა დროსაც, მაგრამ აი ეს ბოლო რატომღაც კი ეგ შევამჩნია, დავაფიქსირე, რომ მე როდესაც გამოვდივარ ხოლმე, თქვა, შეჯიბრზე ასე არ ნერვიულობ, ვიდრე როდესაც გულშემატკივრო. და არა მარტო ჩემს სპორტსმენებს. ნებისმიერი შეჯიბრი რო ტარდება და მე გულშემატკივრობ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს, ძალიან განვიცდი. ძალიან კვირკველია რომ გამოდიო და კუთხიდან უყურებდი აქედან კედლის კუთხიდან რა. ახალი ნინო სალუქვაძე თუ იზრდება? კი ბატონო, იმედია. არაერთი. ძალიან კარგი. არაერთი. როგორც ვაჟებში, ასევე გოგოებში. მე ერთი კითხვა კიდე მინდა დავსვა და მეც სხვა აღარ მოვასწინე, ისედაც დიდი ხანი მოვასწინე. მაინც რაღაცნაირად რო შევაჯამოთ ქალბატონო ნინო მინდა რომ კიდევ ერთხელ გვიცხრათ ზეგან კი ვისაუბრეთ ასე თუ ისე. მამის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია, ზოგადად ოჯახისთვის, მეუღლისთვის და მით უმეტეს შვილებისთვის. მამის და დედის ერთად ეს არის ოჯახი სრულფასოვანი. ოჯახი უკვე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. კიდევ ვიძახი რომ 7 წლამდე არის დედის ზეგავლენის ქვეშ, 14 წლამდე მამის. მერე უკვე თავისთვის უკვე გვიანია აღზრდა შემდგომში, იმიტომ რომ ის თავის ინდივიდია და უკვე მაგრამ ყოველთვის ვამბობ რომ პირადი მაგალითი არის ყველაზე კარგი პროპაგანდა მისთვის და მნიშვნელობა ეხა მამის როლს რო აქვს არზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგათაც ჩემი მეუღლე ჯერ კიდე პატარები იყვნენ ძილის წინ ზღაპრების მაგივრად, ვეხვის წყალსანს უკითხავდა და მე უთარგმნიდა, უშიფრავდა და ისე ვფიქრობ, რომ არც ის არის, აი მეგობრულად უნდა კი, გასაგებია, კონტაქტური უნდა იყო, რა თქმა უნდა, შენ იმედი უნდა გქონდეს შვილს, როგორც მამის, ასევე დედის, მაგრამ მშობლებს თავისი ადგილი აქვს რა. მეგობარს თავისი ადგილი აქვს. არა ის მთლად გამეგობრება და გათამამება, რასაც მეგობარს გაუბედავ, ეს მშობელს არ უნდა აკადრო. მშობელს თავისი ადგილი აქვს, მეგობარს თავისი ადგილი. ჩემთვის ესია რა და რა ვიცი სხვა. კითხებით ორივე ხელთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ პირველ რიგში რომ თქვენთან ამდენი ხნით საუბრის საშუალება მომეცა და ძალიან დიდი მადლობა. მომიტევეთ თუ რამე ზედმეტი გამომივიდა. პირიქით. ძალიან ბევრი კარგი ისტორია მოვისმინეთ. მე მგონი რაც გადაცემების ციკლი გვაქვს ამდენი მამაზე არც ერთხელ არ ვისაუბრია და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონოს და ლადო, მადლობა უნდა უთხრათ F1-ს. რა თქმა უნდა, ტექნიკური მხარდაჭერისთვის. გვერდში რო გვიდგას და ძალიან მაგრები და კარგები რო არიან კიდევ. ჩვენი ტექნიკა რო გააძლიერა თავის არაჩვეულებრივ თანამშრომლებთან ერთად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და რაც კარგ გადაცემებს გაუშვებთ, მაგას რა ჯობია, უბრალოდ ხალხი დაიღალა ნეგატიური ყურებით ტელევიზიით. აბა დროებით.